ყველაზე მუშა და ყველაზე გავრცელებული ქალური манипуляცია არის გამოგონილი წყენა. როდესაც ქალი გებუტება, ან პირდაპირ ისტერიკებს აწყობს რაღაც მიზერულ, უმნიშვნელო სიტუაციაში. მაგალითად, ქალს არ მოეწონა შენი ხმის ტონი და შენი სიტყვების ისეთი ინტერპრეტაცია მოახდინა, რომ ხმად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ აქ არ არის საქმე იმაში, რომ ქალი რამეს ვერ ხვდება, ან ძალიან გრძნობიარია და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ მსხვერპლის როლი არის ყველაზე პრივილეგირებული და ყველაზე მომგებიანი. რატომ? იმიტომ, რომ მსხვერპლი არავისთან არაფერზე აგებს პასუხს. მსხვერპლს შეუძლია მხოლოდ და სულ აქეთ მოითხოვოს. ასევე მსხვერპლის პოზიციის დაკავება მას აძლევს საშუალებას, რომ გაანულოს ყველა მისი მანამდელი შენდამი არასწორი საქციელი. და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიზეზის მოძებნა იმისთვის, რომ გეწყინოს და მსხვერპლის როლი მოირგო, ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ყველაზე კარგ ურთიერთობაშიც კი. ნებისმიერი ადეკვატური ადამიანი, რომელიც ხვდება, რომ რაღაც დააშავა, უჩნდება სურვილი, რომ იქ პრობლემა მოაგვაროს. მაგრამ ასეთ სიტუაციაში მაგის კეთება არ შეიძლება. როდესაც შენ ხედავ, რომ ქალი განზრახ და გამიზნულად უაზრო მიზერულ მიზეზს აბუქებს და მაგით გიტევს, პატიების თხოვნა არ აგვარებს მან პრობლემას, პირიქით უფრო დიდ პრობლემას ქმნის. იმიტომ, რომ მაგ მომენტში მას სამართლიანობა არ აინტერესებს. მას აინტერესებს ძალაუფლება, რომლის მიღებაც მას ძალიან უნდა. და მაგ სიტუაციაში ზუსტადაც ის არის კონფლიქტის ინიციატორი და არა შენ. მან უბრალოდ მისთვის უფრო მომგებიანი პოზიცია დაიკავა. დაიწყებ თავის მართლებას, ესე იგი მტყუანი ხარ. არ დაიწყებ თავის მართლებას, ესე იგი უგულო ხარ. არ გიყვარს ის და ფეხებზე გკიდია თქვენი ურთიერთობის მომავალი. რა არის გამოსავალი? რეალურად ქალის მასეთი ქცევა ისე უნდა აღიქვა, რომ სინამდვილეში ის აშავებს და აქეთ აქვს შენთან ბოდიში მოსახდელი. შესაბამისად ასეთ დროს ყველაზე ეფექტური და სწორი ნაბიჯი მამაკაცის მხრიდან არის შემდეგი. დაუფიქსირებ ქალს, რომ ის არაადეკვატურად იქცევა. ზემოდან კი დააყოლებ, რომ წადი ახლა მოწესრიგდი და რომ მოწესრიგდები მერე მოდი და მერე ვილაპარაკოთ.